უმეტეს მათ შორის შემიძლია პასუხი გავცეთ, რომ ამხანაგი გოგეჯიშვილი ისეთი მორალის ადამიანია. მე აქ 13 იანვარს დედამყავდა სახში, რომლის ერთადერთი მეუღლეს მე ვიყავდა მისი მიხედავდა. და ეთქობა ამხანაგი გოგეჯიშვილი ისეთი მორალის ადამიანია, მას ატიმობა დაემუქრებოდა, ქვეყნიდან გაიქცეოდა და დედას უმწევრ მდგომარეობაში დატოვდა და იმიტომ ვფიქრობს ასე, რომ მე არ ვიცი იმ კაცს საერთოდ რა ქვია, არა აქვს მნიშვნელობა, რომ უმწევრ დედას დატოვოს მარტივი შიშტობი მეტი და დაიჭიროს. ეთქობა ესეთი ადამიანია. წესია გაბარო მე არა იგივეს მაკადრებს უკვე მესამე ესეთი დაიცავ შემდეგ მართლაც ბატონოში გამომართვა შემდეგ მართლაც დატოვოს დატოვოს მის გარშე მოხდება საქმის ბოლომდე რანდება სევანი შემიძლია წარმოვიდგინო აჩვენოს ავადმყოფობის ისტორიაში ჩანაწერები ოფიციალური რომ აჩვენოს სიტენხზე რომ გადავედი იქიდან მოვიყვანეს პასპორტზე და აქედან გადავიყვანე პაციენტი გადავაწვენეთ იქ ძიანი მოგეში და დავაგზავნეთ ზარის დაფრინდა გადაბარებაზე ის უნდა დავუდგინოთ საფს ერთ-ერთას რომ მეუბნება აჩვენოს რომ ჩემი მეგობარი პოლიციელი არ სავარაუდოდ მაგაზე მეუბნება სტრაფიკაშუა შემოსვლა რაც არის აქ ვისკი ჯეიმსონი ვიდე დუტი ფრიში გადავედი შეშაი სამხედრო გადატრიალება ხდებოდა ის წელი იყო ვიდე და შემოგვიდი უკან ამას დაასრულოს ამას ვიქოთ მათ შორის დავისი ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტში მუშაობს ეს ადამიანი და დაინდასწროს და რომ არამეგვატური არის საზღვრის ქვედა მათ შორის რომელი ახალი გოგეჯიშვილის ვერსიით გამოდის რომ საქართველოს საზღვარი იმენა არ კონტროლირებადია რომ ახლა შეიძლება ვერ შეამჩნიეთ მაგრამ ისე იმათ მოტეხილი 2019-ში და შესაძლოა გადაადგილების საშუალება და ფიზიკურად რომ წარმოშვას გაიქეციო ძალიან დამჭირდება ესე იგი ახალი გოგეჯიშვილი იძახს რომ ჩვენი საზღვარი იმენა მორგულია იგი აიყარა თავისთავად ასე მაგრამ მათ გულის კონტაქტების და ჯანმრთელობაც ფიზიკურად შეუძლებელი არ შემიძლია მაგას გარდა არსებობს სხვადასხვანაირი GPS და გეოლოკაციის საშუალებები რომელსაც ჩემი ლოკაცია შეიძლება დაადასტუროს მაგას გარდა როგორ რამისამაძებით ვამხანაგი გოგეჯიშვილის რაიმანს პრინციპული არ არის ჩემი კარი და სახლის კარი შეიძლება დაკეტო და გასაგები ჩააბარო ოფიცერს ის ბევრი რაც შეიძლება და რაც შეიძლება იმას აქ საზღვრის მეტას ალბათ შეიძლება ორი არის იქნება რომელიც ეკრეა დასვენებისთვის ამდა შვებულებაში წავიდა თუ ამ ქვეყანაში შვებულებაში წასვლა იმის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგ ბრალი და რომ ესე ვთქვათ სამასოქია სახელმწიფოს მინდა რომ გაექცე მაშინ როცა პასუხისმგებლობაზე არის პასუხები დასაცემი არის რა ლოგიკა ან ეს კავშირები აქვს კავშირები დღეს საოცრად 21 საუკუნეა და რას ეძახის კავშირებს და დეფინიცია გაგვიკეთოს რას ის საფუძველი რა დროის კავშირია ის წარმოქმნაში ისეთი რომელიც შეიძლება რისკს ქნიდეს იმისას რომელსაც შესაძლებელი გადაადგილების შესაძლებლობა ფიზიკურად ჯერ გადავკეთო რომელიმე საზღვარი ისე რომ ესაზღვრებს ავსტრიას ერთი ასევე და მათ შორის აკრძალული მექნება გადავკეთა და ასე ვთქვათ სისტემაში იქნება მიშიტებული და იქ მე ვიღაცა ისეთი უნდა დამხდეს რომელიც შესაბამის რაღაცა უნარჩვევებს კონტაქტებს ასევე რასაც თუ ვიღაცაზე მაინც მიმითითოს ერთზე მაინც რომელიმე საზღვრის მიმართულებით უნდა წითელხილზე უნდა სარფზე უნდა საჰაერო საზღვარზე ნებისმიერ სადაც ყოფილიყო ვინ იყოს ისეთი მე მაგალითად შემიძლია წარმოვადგინო იმ კონკრეტულ დასკვნებში სად ვიყავი ვისთან ვიყავი რა საქმეზე ვიყავი რომ გადაწყვეტილი დაადასტუროს რომ შემთხვევაში სიმპტომის პირას ყოფილი პაციენტებია შური დასკვნები და მალევე შემოსვლები რაც მაგ კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფილი პაციენტების თანხმებას ვაკეთებდი ჩემოდანით ასე იგი რეანიმაციის აღჭურვილობით ჩავდიოდი ჩამყავდა მათ შორის რუდი გადასანებად მინსკში რავი მოსკოვში მყავდა ერთად აბანიდი თურქეთში მყავდა რეანიმობილი 2500 კილომეტრი არის წელიწადში ძალიან ბევრი მიმართულებით მივიდა ამაში სასწავლებლად დაადასტურებდა ეს მე მგონი რავს ასეთი ვისაკია იმისათვის რომ საფუძველი გამოიყენოს პროკურატურამ რომ სიტეში ამბობს და მართალია ვთქვათ მე შევეგუები ფაქტს სამწუხაროდ ასამ წევს სურსის და კოორდინირებულ ორკესტრირებულ სახელმწიფოსთან დაპირისპირება და ერთ-ერთი რაც მე შემიძლია გავაკეთო რომ ჩემი სიმართლე დავაჯდო რომ რაც ფუცელზე დაწერილი რაც შედგება ამ პროცესების დროს დაწმუნებული რაც შეიძლება განაშენი იქნება გამართულებელი ამაში დაწმუნებული ვარ უბრალოდ ხალხს მაინც კონდეს ისტორიული ინფორმაცია რომ რას მოგვიყვება როგორ მოგვიყვება რომ იქნება რა ვიცი დაიებიძოს ადამიანებმა და ნახო რომ ამ ქვეყანაში უბრალოდ არაფერი არ არსებობს